მე დღეს რომ ფეხზე ვდგევარ, ტირება ის მისი დამსახურება და მას გაიმეორებს ალბათ ასობით შულგარდაცვლილი დედა საქართველოში, იმიტომ რომ უწმინდესი რომ არა, ჩვენ ალბათ სიცოცხლეს ვერ გავაგრძელებდით და დღეს თუ თითოეული ჩვენთაგანი ვართ სრულფასოვანი წევრი საზოგადოების, ეს არის მისი უწმინდესობის დიდი დამსახურება. თქვენ მოგეხსენებათ სოხუმის დაცემის შემდეგ, ესე იგი საქართველოში გაჩნდა უამრავი უპოვარი ადამიანი, უსახლკარო ადამიანი და ყველა მოაწყდა საქართველოს საპატრიარქოს და ყველა შოლას ითხოვდა მისი უწმინდესობისგან. პირველი რაც მისმა უწმინდესობამ გააკეთა, საპატრიარქოში შეიქმნა მოსახლეობის ეკონომიკური დახმარების საერთაშორისო ფონდი, რომლის თავმჯდომარე თვით მისი უწმინდესობა ბრძანდებოდა და მთელ მსოფლიოში ყველა კეთილინების ადამიანს თხოვა, რომ დახმარებოდა საქართველოს აი ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლაში. საპატრიარქოში რომ ტარდებოდა შეხვედრები პატრიარქთან მიღებები როცა იყო, ყველა ადამიანს უყვებოდა ამ მდგომარეობის შესახებ და ყოველდღე რა თქმა უნდა პარაკლისებს იხდიდნენ საქართველოს საპატრიარქოში და დილის 10 საათზე ყოველთვის პარაკლისი იყო, რომელსაც ვესწრებოდით მე და ჩემი მეუღლე. და ერთ-ერთი პარაკლისის შემდეგ მეუბნება ხალხს ხომ იცით რომ ძალიან უჭირსო კი რაღაც ვაკეთებთ ვეხმარებითო, მაგრამ აუცილებელიაო რომ კარის ეკლესიის წმინდა გიორგის ეზოში პატარა სახლი დგასო და იქო გავაკეთოთო პატარა მოწყალების სახლი, სადაც დავაპურებთ ადამიანებსო და მახსოვს დედებს როგორ გააკეთებინა ორი ქვაბი დიდი სადილი და გადმოატანინა და მთხოვა რომ ესო თქვენო ხელმძღვანელეთო ამ საქმიანობასო და ყველა შულგარდაცულ დედას გადაეცით ოჯახებსო რომ თავიანთი შვილების დაბადების და გარდაცვალების დღეებზე აქ მოსული ადამიანები დააპურონო. აი ესე და მართლაც ასე ვაკეთებდით ჩვენ. რო დავიწყეთ მე თანდათან 3000, 3500 გახდა და უკვე ასე მეგონა რომ ამ ვერ გავაგრძელებდით ჩვენ მუშაობას რაღაცნაირად, მაგრამ ღვთისწყალობით უწმინდესის ლოცვით ყველაფერი შევძელით. ყოველ ორ შაბათს მისი უწმინდესობა როგორც წესი მობრძანდებოდა მოწყალების სახლში და ყოველთვის ქვაბს მოხდიდა თავს, მიმოიხედავდა და ნახავდა, აბა როგორ ვიყავით მზად, რომ გამოსპენძლებოდით აქ მოსულ ადამიანებს, რა ქონდა, რა არ ქონდა, რა გვიჭირდა. თავის დაბადების დღეზე 4 იანვარს რამდენიმეჯერ მიიწვია ესენი და ზღაპრული სუფრა იყო გაშლილი და ისეთი ბედნიერები იყვნენ. ეს უნდა გენახათ, ეუბნებოდა, ეს თქვენი ოჯახია, თქვენ როცა გაგიჭირდებათ, პირველ რიგში ჩემთან უნდა მოხვიდეთ და მე თქვენს არ მოგერიდოთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც მთხოვთ, რაც შემეძლება და მართლაც იმდენი რამე გააკეთა უწმინდესმა მთელ მსოფლიოს გააგებინა ჩვენი მდგომარეობა და მადლობა მის უწმინდესობას ყველაფრისთვის და მადლობა მის უწმინდესობას იმისთვის რომ ამ კეთილშობილურ საქმეში მეც მიმაღებინა მონაწილეობა თავიდან სიმართლე გითხრათ როცა ეს საქმე დამავალა გამოგიწყდებით და გეტყვით რომ მითხრა აი ის რომ გაიხსნება მოწყალების სახლი მას თქვენ უნდა ხელმძღვანელოთ და თქვენ მართოთ ეს და გულში ვიფიქრე ნუ თუ მეტი არაფერი ისეთი აღმოაჩინა ჩემში უწმინდესმა რომ ეს საქმე დამავალა მეთქი ნუ თუ მეტის გაკეთება არ შემეძლო იმ დროს ძალიან გამოუცდელი ვიყავი ძალიან არც იმასთან ვიყავი ცოტა ამპარტავნებაც ძლევდა ალბათ რაღაცნაირად და აი ესეთნაირად და დღეს კიდე უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ მის უწმინდესობას რომ მე მომანაწილეობა მიმაღებინა ამ კეთილშობილური საქმიანობის აღსრულებაში. მე ვარ ახაზეთიდან დევნილი, ირმა ქარცხია. ჩემი მეგობარი, რომელიც სოხუმში სწავლობდა და ერთ კორპუსში ვცხოვრობდით, აღმოჩნდა საპატრიარქოში და რო იცოდა ჩემი პროფესია, ბუღალტრად მუშაობდი იქ და რატომღაც იფიქრა, რომ რადგან აქ ეს მოწყალების სახლი გაიხსნა და რა თქმა უნდა ყველაფერი თავისი აღრიცხვით იყო და ყველაფრით, რატომღაც იფიქრა, რომ მეც მოვეწვიე და ყოფილიყავი აქ. უწმინდესი რო გსტუმრობდა ხოლმე ხშირად და ამოწმებდა ჩვენ როგორ ვიყავით მზად ხალხის მისაღებად
ჩვენ საქმიანობას რო გადახედავდა ხოლმე, მერე გვეტყოდა ესეთ რაღაცას, რომ ადამიანმა არ იცის, ვინ ვის ეხმარება. და აი დღეს მართლაც იმას არა აქვს მნიშვნელობა ფანჯრის რომელ მხარეს გახარ, თქვათ, აქეთ მარჯვნივ თუ მარცხნივ. ყველაფრით იყო დაინტერესებული თუ როგორ ხვდებოდით, როგორი ურთიერთობა გქონდა ამ ხალხთან და გვეუბნებოდა სულ, რომ აუცილებლად დაასაქმეთ ეს ხალხი, აქ მომსვლელები, იმიტომ რომ არ იგრძნონ იმათმა, რომ მარტო ჩვენ უწევთ დახმარებას. მოიტანეთ საქსოვი, ძაფები, ჩხირები მოიტანეთ, ასწავლეთ ქსოვა, რომ მიგრძნონ, რომ თქვენ ისინი გჭირდებათ. და მართლაც აი საოცარი შეგონება რო არიცი, აი მართლა ცხოვრება მე როგორ წარიმართება და ვინსად აღმოჩნდება და რამდენად ჭირდება ადამიანს თანადგომა და სიყვარული. უსურვებ უწმინდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, პირველ რიგში დღეგრძელობას საქართველოს საიმედოდ. ჩვენი იმედია პატრიარქი. მინდა რომ დიდხანს სიცოცხლოს. მე ვგრძნობ, რომ პატრიარქი ზრუნავს გაჭირვებულ ადამიანებს. ძალიან გვიყვარხარ ხალხს. თქვენი საქმიდან გამომდინარე, რომ ამდენ მადლსა და სიკეთეს აკეთებთ. ღმერთმა დიდხანს აცხოვროს, თავის ერი და ბერით, სიკეთე, ჯანმრთელობა. 3 წელი აქ დავდივარ. ილია მეორეს ძალიან დიდი მადლობა უთხრა ყველაფრისთვის და დაბადების დღეს მიულოცავ. მრავალს დაესწროს, ბედნიერებას უსურვებ, ჯანმრთელობას უსურვებ, რომ ხალხს დიდი რწმენა აქვს მაგის. უსურვებ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, გაძლებას ამ დროს. და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო აი იმ დიდ დახმარებისთვის, რასაც მოსახლეობისთვის რუნავს. ეს უფლისგან მოვლენილი კაცი საქართველოში ჩვენთვის, ჩვენი სიკეთისთვის, ჩვენი კაი ცხოვრებისთვის, რწმენისთვის, ჩვენი საქართველოსთვის ყველაფერს ეხება ეს პიროვნება დღეს. იმ სათნოებას, იმ სითბოს, იმ ყველაფერს ჩვენ გვგრძნობთ. მოდის აქ ხალხი და ეს ადამიანები როგორ შეუძლიათ ყველანაირად მხარში უდგანან და ეს სიკეთეს იქიდან მოდის რასაკვირველია. პირველ რიგში პატრიარქს უსურვებდი გამძლეობას, დიდხანს სიცოცხლეს, საქართველოს გამთლიანებას, ხალხის სიყვარულს, რაც მას ცხოვრებაში სურდეს და უნდოდეს, ყველა ოცნება ასრულებოდეს. აი ეხლაც უწმინდესი მაგას ხალხს მაგას ქადაგებს, რომ იყავით ჰუმანურები, გიყვარდეთ ერთმანეთი, ადამიანებს ერთმანეთი გიყვარდეთ, სიძულვილი არ ქონდეთ ერთმანეთში, ქრისტიანები იყავით, გიყვარდეთ ერთიანობა და გიყვარდეთ თქვენი სამშობლო. ერთჯერ მოვესწარი ცხოვრებაში, მარტო რომ სიონთან ხელი დამადო. აი ამას მოვესწარი და ეგ იყო ჩემთვის არ ვიცი რა, ალბათ მეორე დაბადება რა. როგორ ვიგძენი, აი სიტყვებით ვერ ამოხსნია. და ეგეთი უბრალოება არ ვიცი რა, ეგეთი უბრალოება თუ არ შემოწ რა კიდო. რაღაცნაირად ის უბრალო თუ ყველას ესეთი კოცნი და ყველას მოკლედ ეალერსებოდა და არ ვიცი რა, როგორ გამოთქვა ეგ სიტყვები რა. აი დიდი ხნის სიცოცხლეს უსურვებ, რაც აი თავისი სიტყვები განმტკიცებული იყოს ღმერთი სამშობლო და ადამიანი. მე ვიყავი პატრიარქთან დაბადების დღეს და ყველაფერი მომეწონა. ძალიან კაი ადამიანია. თავის დაბადების დღეზე მაჩუკა საჩუქარი. აქედან წამოსული ჩვენ წავედით, მივესალმეთ, დაბადების დღე მიულოცეთ. გაგვიხარდა რომ პატრიარქი მოვიდა და დაგლოცა მოგვეფერა, ჩაგვეხუტა პატრიარქს იმდენი სიკეთეა გაკეთებული. მე მინდა რომ ჩემი პატრიარქი იყოს დალოცო, როგორ ჩვენ გლოცავს. მისი წყალობით მე საბჭოთა კავშირის დროს პეტრე-პავლეს ტაძარში რეგენტადაც კი დამასაქმა და იცით რა არ მინდა რომ შევაწუხო ზედმეტად და იმდენი ჩაყარა, აი რო იყვიან საფუძველი ჩამიყარა, რომ მე უნდა გავამართლო ის ნდობა, რაც მან მე პირადად მომცა და მაჩუქა და მე ყოველთვის თქვენს მაგალითზე მინდა ვიცხოვრო და მიყვარდეს ხალხი. თქვენ ყველა გიყვართ, მტერიც და მოყვარეთ, სასწაულია პირდაპირ. და ღმერთს ავთხოვდა უფალს, რომ რას თქვენ გულით და სულით გსურდეთ საქართველოსთვის, ახდეს და ასრულდეს.